წამებაში ეჭვმიტანილი ციხისა და პოლიციის თანამშრომლების ნაწილი თავისუფალია. რატომ დაკითხა პროკურატურამ ისინი მხოლოდ მოწმის სტატუსი და რატომ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მათი ნაწილის წინააღმდეგ. 54 ახალი ტელევიზია და 8 ახალი რადიოსადგური 2012 წლის შემდეგ. როგორია მედია გარემო და რამდენად თავისუფალია მედია საქართველოში. ჟურნალისტთა და მედია ექსპერტთა შეფასებები. რუსული გაზის ტრანზიტი და შესყიდვა იზრდება. საქართველოს ენერგობაზრის დივერსიფიკაცია თუ მზარდი მოთხოვნა, რომელსაც აზერბაიჯანი ვეღარ აკმაყოფილებს. რა ალტერნატიულ წყაროებზე მიუთითებს პრეზიდენტი. საღამომშვიდობის ეს 20:30-ია მე მაკაცინცაძე ვარ და ჩვენ ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. საქართველოს და მედიის თავისუფლების ხარისხი, მოწოდებები თავისუფალი სიტყვის დასაცავად და უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებული სკანდალური სატელეფონო ჩანაწერი. რაზე საუბრობენ მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია. თემის გაგრძელება რამდენიმე წუთში. დღეს 20:30-ში როგორია მედია გარემო საქართველოში რეპორტაჟი და თემის გაგრძელება გადაცემის მეორე ნაწილში. ჩვენ შეკითხვებს ინტერნეტ გამოცემა აიპრესის მთავარი რედაქტორი თამარ ლეფსვერიძე, ასევე გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, 4G-ის მთავარი რედაქტორი გია იაკობეშვილი უპასუხებენ. ასევე პირდაპირ ჩართვა გურიიდან და სამცხე ჯავახეთიდან გურია ნიუსის რედაქტორი ნატო გოგელია და სამხრეთის კარიბჭის მთავარი რედაქტორი ნინო ნარიმანიშვილი 20:30-ში, მანამდე კი დღის სხვა თემები. რამდენიმე წუთის წინ უკრაინულმა ვარევიომ მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მიხეილ სააკაშვილი რევოლუციას საქართველოშიც გეგმავს. ჩანაწერების ავთენტურობა ამ დროისთვის დაუდგენელია. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაუსვეს შეკითხვა ნიკა გვარამიას, მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბარზე. თუმცა გვარამიამ განაცხადა, რომ ის ხშირად ესაუბრება მიხეილ სააკაშვილს. მისი თქმით, თუ ვინმე გამოაქვეყნებს მისი და ყოფილი პრეზიდენტის სატელეფონო ჩანაწერს, ის კანონით აგებს პასუხს. 20:30 განმარტებისთვის ნიკა გვარამიასაც დაუკავშირდა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. რაც შეეხება გიგა ბოკერიას, ნაციონალური მოძრაობის პრესამსახურის თქმით, ის 20:30-ს არ უპასუხებს. თუ რამე სახის განმარტება გაკეთდება, მას ჩვენ გადაცემის განმავლობაში შემოგთავაზებთ. ბატონო, რაო ძმაო ნიკოლოზ, როგორ ახლა დაიყალეთ? დავიყალე ძალიან ოღონდ მართლა. აბა მოგვიგებოს. არა, შეასახა. ხომარა ცოტა გამხნევე შენ ისინი რაღაც თანამშრომლები, თუ რაღაცა ის ამხნეებულები არიან, просто დაბნეულები არიან, ისე ვერ გაიგეს დღეს იქიჟდა ყველა და გლებდნენ ისეთ იქნა იმ ტიპმა რა. აბა რა შეჟამდა ხა, შემდეგ იმაზე მიიღებს გადაწყვეტილებას. არა, გადაწყვეტილებას მიიღებს, ნუ თავარია რას იზავს ეს ახსულების ნაწილის ეშინია ყველას და იმედია, ხო, რა ვიცი, ამ ნახოთ. ახსულების ნაწილს მიიღებს ერთნიშნულად. ერთნიშნულად. საერთო ჯერ და მე როგორ წარმოგიდგენთ? უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენაზე და მოუწოდეთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგდეთ, უნდა ბარიკადები გააკეთოთ, ბარიკადები ოღონდ და რაღაცა ესე, იმენა საბარიკადიროაც ბოლომდე მოიბაროყოთ წყალი ისა და პროსტო ჩორლებრივად უნდა იყოს მრავალკვირიანი სტენდოფი. ეს არ უნდა იყოს შორები, უნდა გარშემო დაამწყოთ დიდი ბარიკადები. უნდა უეხავე დაიწყოთ ამის მომზადება, რკინები ისინი მიიტანოთ, დააწყოთ აი просто ჩოვლებრივ ციხესიმაგრე უნდა გააკეთოს. გარშემო რამდენიმე ხანი დაცვის ხაზი, კარვები, ისა, ეგ არის ერთადერთი. მაგრამ სხვა არ არსებობს. ის კონცერტი 20-ს მოვაწყოთ და ასე. იასნა. კაი, გავიგე. ფიზიკური უკრეპლენები გააკეთე რა, იმენა просто სპეციალისტებიც არსებობენ, რომ ძალიან ძნელი იყოს გახსნა რა. რამდენი ბარიერი, მე ბევრი რკინის კონსტრუქცია, მე სასაფლაოს დააშენებს. ეხლა უნდა დაიწყოთ შენება. რა, მიუხედავ ხო არ მიუხედავ. ფინალურ შემთხვევაში просто შევა. ერთი შოუს უნდა მიხედო. შემდეგ ის სცენარი იქნება აღება და 22 შემოსვლა იმით აღება. ეს აღება არ უნდა დაუშვოთ 1500-2000 კაც ჩოლებად ყოველთვის შევეთ რომ გამაგრონ. უნდა გამაგროთ, როგორც კი გამაგდებით ერთი კვირა, всё ძალიან გაუჯერებთ. ხო, ну просто მე შემოსავალში გამიჭირდება, მაგრამ მაშინ დამახმარეს. რა შემოსავალი შორტო, ჩოლებრი რევოლუცია ომია. ხო, შემოსავალი ჩერო ეხა ეს ხალხს რაღაც ხომ საჭმელი ხომ ჭამა. ეხო
მაგე ხომ არა ახლა აქ არის საუბარი კვირაში და ამჟამად ფიქრობ რომ ეგეთ რაზვას გაიქნება 2 კვირაში ერთნიშნულად და რომ ეგრესებს და ეს რა ქვია კონცერტი 23-ში სადა რა ადგილს თავშლებს მაგას ხო და 22-ში ეგეთი აპირებენ მიღებას ეგ არ დაუშვებს კონცერტს 22-ში და მე აპირებენ 22-ში შემოვარდა 22-ში იყოს გარშემო კონსტრუქციები და ის კონცერტი მაინც უნდა მოხდეს და იქ უნდა იყოს ხალხი აქ უნდა იყოს ხალხი ეს არის კონცეფტი უცხოელი ისტორიკაში ხო სტეიტდოპი გააკეთებს statements როგორც გითხრას ელჩეს შევხვდები ხვალდაზე და მაგასიც არიან ისტორიკაში მაგრამ ხელი არა უნდა ქნა ხო მაგათ შეუძლია რა ამერიკაში შეუძლია მაგრამ მე მგონი ხო გეუბნე აუცილებლად გამოყალიბდი მაგ სცენაზე იშოვეთ ბაივიკები რომელიც დაიცავენ საბოლოო ჯამში ეს როლი დამთავრდა მეგრე უკნა მომსოვარ კარგი რა დამილაგდება ეხლა პროსტო გონებაში დღეს ღამე რომ გამოვიძინებ და ხვალდილიდან მივხედავ რა კაი მე ხა გარემია სუთხარი შემდეგი რაღაცა 22-ში ეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას და 22-ში აღასრულებენ შერენ რუსთავში. ეს რო არ დაუშვას, ხვალიდან უნდა დაიწყოს შენებლობა რკინის კონსტრუქციების არ უშვეს, მანდ ბევრი ბარიკადა უნდა გააკეთოს, რომ იგი მისაღება იყოს ერთგვია და ციხესიმაგრე უნდა აშენოს სასწრაფოებში. და თავისი დაცვით, გამაგრებებით, ბაივიკებით, რომ პროცესს სროლის გარეშე ვერ შევიდნენ. ბაივიკები მაგას არ აყავს, არა. რა კომას. არა, შუაში პარტიამ უნდა დააყენოს. ორი, ხო, მაგასთვის ჩვენ მემზადებით რომ პარტიამ დააყენოს. ადგილის დათვალიერება და რაღაც დღეს შევხედეთ როგორ არის. დიდი სივრცე არის ძალიან, მაგრამ მან პრობლემა ის არის რომ ორი ადგილია სადაც უნდა შევიდნენ, რომ გათიშვათ უნდა თელისში შეუძლიათ შევიდნენ. სადა? თელისში? სიგნალი იქიდან მოდის, ხო? მე ვინა ჯობია სიგნალი გათიშოთ, მაგრამ რუსთავი არსებობდეს ინტერნეტში იმაში ამაში. კი, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ეგ არის რომ თელისის გამაგრება ძალიან ადვილია. ხო ვიცი რა, ადვილება რა, ბევრი ხალხის დაყენება რთული. ანუ ხო გესმის, ბევრი ხალხი ორგანო რთულია, ანუ. ანუ მაგას გადიან ეხა ჩვენები კიდე ხოლმე გაიგებენ. არა, უნდა აღშენოს კიდეს კონსტრუქცია, ადნაზნაჩი. ხო, მაგრამ როგორ რაღაცა ადგილი შეგახსოვს, როგორია? ერთი რკინის კონსტრუქცია ეგრე რომ ვერ შეახწევ რა არსებობს, მანდ უნდა იყოს რომ უნდა ჯახი მოხდეს, ანუ უნდა მაგრად მოგერიონ რომ რაღაც აიღონ, თორე რკინის კონსტრუქცია რომ ვერ შევიდეს რაღაც სპეციალური დანიშნულების რაზმი, ეგეთი მე ესე უცებრად წარმოვიდგინე, იმ ხელა სივრცე არის. აშენებადია გიგა, ხელას მიყვება. ძრაფად თუ აშენებს, დაშენებადია. აი შევხედავ ადგილს კიდე. აშენებადია, სხვას გზას მე ვერ ხედავ. ერთი კვირა უნდა გამაგდნენ და მე ეს იდიოტი უცხოელები რა შვებიან. ხვალ რაღაცა დიდ განცხადებას აკეთებს სახელმწიფო დეპარტამენტი. ამ თემას. დიდ განცხადებას თუ პროსტა კითხავენ სპიკერს და რაღაც საიკონოს. ხო, ესე უთხრეს ამათ შევხვდნენ და იქ დაუძახეს რომ მოდით რომ უნდა გადმოგცეთ განცხადებაო. არ ვიცი, აი ნახოთ რა. მოყოლში ეგ ამბავი რაც ხდება ეგ ჩვენ ხელში პირდაპირ არ არის და არ გამოხმაურება პერსონალურად რას გვეტყვის კავტერიტორია და რაც ნახოთ კიდე რამეს აპირებენ თუ არა დამატებით, მაგრამ მაგისგან დამოუკიდებლად მოქმედებ ჩვენ ადგილზე. შენ იქ ხო იქნები და გეტყვი დამატებით რაღაცებს კიდე, მაინც ტელეფონით არ მინდა. როდის ჩამოდიხარ შენ? მე ჩამოვიდა 3 საათი სულ გამომიდოს. ვიცი ხო, მაგრამ ხო ვექნება 1.5 საათი მაინც. როდის არის ეგა ზეგ, ხო? ხო. რომ საათზე. ნუ ხო, რომ როცა გამოსო 5-ია თუ რა. ოკეი. შენ და რა მაინტერესებს ნიკას ეხა წამოვიდები ნიკასგან 1 საათი წინ მე უნდა შევხვდრო ჟურნალისტებს და როგორ განწყობაზე გეჩვენა. დაბნეულები არიან ჟურნალისტები, მაგრამ უნდა გამხრევოს ეხა ნიკა თვითონ გამხრევ. მე ეხა ძალიან დაყრილი ვარ და მოვიდე აზეო ცოტა. ხო, გავლილი დღეს თელი დღე იქ იყო, ყველამ დავიღალე. მანდ უნდა ააშენოთ კირის კონსტრუქცია ფიზიკურად. მე ვთქარ ნიკა შეიძლება დღეს სროლა მაგისთვის ზათვა იყო. ვაიმე. ეგრეა რომ. საჭირო ეხა ფიზიკური დაბის უნდა ვაჩვენოთ რომ ეს შეგვიძლია რა. თუ ეგ არ შეგვიძლია, აფერი გავიგე ჩვენ ფასი.
Ცხოვრება ჩვენ მივიქცეთ ყურადღებას. ყურადღებაზე არ არის ბრძოლის უნარიანობა უნდა ვაჩვენოთ. ყურადღება რა, ყურადღება გაკრეს აქ. უნდა იყოს წყვილპირის დანაყოფები და თუ გაისვრიან და გაისროლონ, რა ვქოთ. კარგი. კარგი. გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გიგა ბოკერიამ რამდენიმე წუთის წინ საინფორმაციო სააგენტო პიასთან კომენტარი გააკეთა, რომლის მიხედვითაც ჩანაწერი ადასტურებს ორ რამეს. ერთ იმას, რომ მოსმენები უკანონოდ გრძელდება და თავხედურად მერე ამას გვაჩვენებენ და მეორე კონკრეტული მუქარაც იყო გვარამიას მისამართით, რომ გამოაქვეყნებდნენ სააკაშვილთან საუბარს. ეს ადასტურებს იმას, რომ შიკრიკი, რომელიც გააგზავნა მთავრობამ, იმ მუქარებით გვარამიასთან ნამდვილად არსებობდა. პროკურატურამ აბსურდული ფაბრიკაცია გამოიყენა გამოძიების დასაწყებად ამ საუბარს გამოიყენებს თუ არა, არ ვიცი. ახალი სათქმელი არაფერია, ეს არის საჯარო პოზიცია, წითელი ხაზი არის რუსთავიორის ჩახშობა, ეს არავისთვის სიახლე არ უნდა იყოს. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც იქნება განხორციელებული, აცხადებს გიგა ბოკერია საინფორმაციო სააგენტო პიასთან საუბრისას. მედიის თავისუფლება საქართველოში. ტელეკომპანია რუსთავი 2 ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე სხვა მაუწყებლები და მედია ექსპერტების ნაწილი კი თავისუფალ მედია გარემოზე საუბრობენ. პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანიების დაარსების სიმარტივეზე ამახვილებს ყურადღებას და მედიას სრულ თავისუფლებას პირდება. მედია ბაზარი ნახეთ ლიკა ალილიშვილის რეპორტაჟში. 54 ახალი ტელევიზია და 8 ახალი რადიოსადგური. ყველა მათგანმა ფუნქციონირება 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დაიწყეს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით დღეისათვის საქართველოში 114 ტელევიზია მაუწყებლობს. Თუ რაღაც ერთი კვირა არის საჭირო იმისთვის, რომ გახდე მაუწყებელი, უნდა წარმოადგინო კანონით განსაზღვრული ყველა დოკუმენტაცია და შემდეგ უკვე ხორციელდება ავტორიზაცია კომისიის რეესტრში და პირი ხდება მაუწყებელი და მას ნებისმიერ დროს შეუძლია დაიწყოს მაუწყებლობა. ის რომ საქართველოში ტელევიზიის გახსნა მარტივია, ამის თაობაზე სპეციალური განცხადება პრემიერმა მთავრობის ხდომაზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მედია თავისუფალია. მედია გარემო არის აბსოლუტურად თავისუფალი. და ჩვენ მართლაც ვართ ლიდერები მთელს რეგიონში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში არასოდეს, მე გულისხმობ არასოდეს არ შეიზღუდოს ნებისმიერი ფორმით, რაიმე ფორმით მედია საშუალების ფუნქციონირება. პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ტელეკომპანია რუსთავიორში. კომპანიის გენერალური დირექტორი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას მათი დახურვა სურს. ნიკა გვარამია არ უარყოფს, რომ ისინი შესაძლოა მიკერძოებულები არიან, მაგრამ ასე ფუნქციონირებენ სხვა მედია საშუალებებიც. საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხი, ისევე როგორც სასამართლოს თავისუფლების საკითხი უკვე გადაწყვეტილია არა თავისუფლების სასარგებლოდ სამწუხაროდ. მე ვფიქრობ, რომ რუსთავი 2 არის ყველაზე უფრო გავლენიანი და პროფესიონალური ტელევიზია ამ ქვეყანაში, ის რომ მას გარკვეული მიკერძოებები აქვს, ამას ჩვენ თვითონაც ვაღიარებთ. თუ დღეს შეიძლება შევაფასოთ თავისუფლების რაღაც ხარისხით, მედია რუსთავი 2 დღეს ალბათ ყველაზე თავისუფალი ტელევიზიაა და მედია საშუალება. ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი თეონა გეგელია მიიჩნევს, რომ საქართველოში დღეს მედია თავისუფალია. მედიის თავისუფლებაზე საუბრობს ტელეკომპანია მაესტროს წამყვანიც, თუმცა ნინო თოლორდავას რუსთავი 2 ირგვლივ განვითარებული მოვლენები კითხვის ნიშნებს უჩენს. 2012 წლის შემდეგ ყველა ვთანხმდებით ალბათ იმაზე, რომ მედიას თავისუფლად სუნთქვის საშუალება მიეცა. შეხება ბოლო პერიოდში მედიაში მიმდინარე პროცესებს, რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვის ნიშნები ჩდება. მედიის თავისუფლების ხარისხი ლაპარაკის დროს გასულ წლებში, აი წინა ხელისუფლების მმართველობის დროს პირველი ასოციაცია, რაც მიჩნდებოდა, ეს იყო ხელისუფლების წნეხი ამ პროფესიის ადამიანებზე, ამ ორგანიზაციებზე და ასე შემდეგ. ლიბერალური კანონმდებლობა და სიტყვის თავისუფლება. იანთაძის შეფასებით სწორედ ასეთი მედია გარემოა დღეს საქართველოში. ამბობს, რომ კანონი ჟურნალისტებს სრულ თავისუფლებას ანიჭებს. კანონმდებლობა არის ძალიან კარგი იმისთვის, რომ მედია გარემო იყოს სრულიად თავისუფალი. კანონმდებლობა დღეს არის ბევრად უკეთესი, ვიდრე ოდესმე ყოფილა საქართველოში, მაგრამ რეალობა გვაქვს ისეთი, რომ ჩვენთან საგამოძიებო ჟურნალისტიკა არ არის წახალისებული, ანალიტიკური ჟურნალისტიკა არ არის წახალისებული. მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ბოლო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა. სოფლიოს 199 ქვეყანას შორის პრესის თავისუფლების კუთხით საქართველოს მაჩვენებელი 2015 წელს გაუმჯობესდა და 93 ადგილი დაიკავა.
ფოტორეპორტიორები ირაკლი გედენიძე და გიორგი აბდალაძე პრეზიდენტს დახმარებას თხოვენ. მათი თქმით, საქმეს დღემდე გრიფით საიდუმლო ადევს და მის მოხსნას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ. აბდალაძემ და გედენიძემ დღეს პრეზიდენტისგან გარკვეული დაპირებებიც მიიღეს. გიორგი მარგველაშვილი დახურულ კარს მიღმა ფოტორეპორტიორების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა. მიშა ფეიქრიშვილი საუბრობს პირდაპირ ეთერში. მიშა, მოგესალმები და გისმენთ. დიახ, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის, ეგრეთ წოდებული ფოტოგრაფების საქმის მთავარი გმირები დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ და ისინი პრეზიდენტისგან დახმარებას ითხოვდნენ. როგორც ფოტორეპორტიორები აღნიშნავენ, ამ დრომდე მათ საქმეს ადევს გრიფის საიდუმლო, შესაბამისად მათ არ ეძლებათ საშუალება, რომ თუნდაც მიიღონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას ედავებოდა მათ თავის დროზე გამოძიება. ფოტორეპორტიორები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია მოეხსნას აღნიშნულ საქმეს გრიფი და სწორედ აღნიშნული თხოვნით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს პირდაპირ უფლებამოსილება არ გააჩნია აღნიშნული პრობლემის მოგვარების. თუმცა მათ მიიღეს დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთგვარი პირობა, რომ გიორგი მარგველაშვილი აღნიშნული საკითხით დაინტერესდება და საგარეო დაზვერვის დეპარტამენტს შესაბამისი განცხადებითაც მიმართავს. მიუხედავად იმისა, ჩვენ უკანონოდ გწნეს და დაგვზეს სასამართლო ბრალი, ჩვენ ვექვემდებარებით სასამართლო გადაწყვეტილებას დღესაც. და მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორც თავის დროზე უკანონოდ თვლიდით დღემდე მიგვაჩნია, რომ უკანონოდ ვიყავით ბრალდებულები და იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და მოგვიხსნის იმ ბრალს, რაც ჰქონდა ჩვენ. გასაკვირი ის არის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში გრიფი არ მოეხსნა, სხვათა შორის პრეზიდენტს გაუკვირდა ეგ ამბავი და იმედი მოგცა ჩვენ, რომ ის დაინტერესდება ამ საქმით. დაახლოებით 2 წლის წინ ჩვენ შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში ამ საქმის თავიდან გამოძიებით, სადაც დაიწყო ძიება, გწნეს დაზარალებულებად და ამის შემდეგ გაიწელა ეს ძიება, ასე ვთქვათ. ერთ-ერთი მოტივი ის არის, რომ საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო და ეს გრიფით საიდუმლო უნდა აიხსნას იმ ორგანოს მიერ, ვინც დაადო. ანუ როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ეს იყო კონდაზვერვა. დღეს პრეზიდენტი შენიშვნებსაც ისმენდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა ხვდებოდნენ გიორგი მარგველაშვილს, აცხადებენ, რომ მათ არასწორად მიაჩნიათ ის განცხადება, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა მოსამართლე ურთმელიძის მისამართით, მოგვიანებით დღევანდელი შეხვედრების დასრულების შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა განმარტა, თუ რას უკავშირდებოდა პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ბატონმა პრეზიდენტმა რამდენჯერმე იხმარა სიტყვა ფაშიზმი, როდესაც აღწერდა ბოლო 15-20 წელიწადში მომხდარ მოვლენებს. თუმცა ეს ძალიან კარგია, თუმცა ჩვენ კონკრეტული წინადადებით შევედით, რომ გაკეთდეს საზოგადოებრივი კომისია, რომელიც დაადგენს სიმართლეს, რადგანაც სახელმწიფომ აღმასრულებელმა სახელმწიფომ გვიმტყუნა იმაში, რომ ვერ დადგინდა საერთოდ რა ხდებოდა და როგორ არის. სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანების შელახული ღირსება აღდგეს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ თავის ხელში უნდა აიღოს ეს კრიტიკა ჩვენ მხრიდან ეხებოდა პრეზიდენტის იმ გამონათქვამს, როდესაც მან თავისი შეხედულებით პირდაპირ მიუთითა მართლმსაჯულებას, კონკრეტულ მოსამართლეს, რომ მას არ უნდა მიიღო ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც სასამართლო არის დამოუკიდებელი, თავისუფალი და მხარეთა შეჯიბრითობის პრინციპზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას. პრეზიდენტის მთავარი მიზანი ამ განცხადების გაკეთებით იყო ის, რომ დამშვიდებულიყო ის გარემო, მისი მოწოდება იყო ის, რომ 7 გარემოში მიეღო მოსამართლეს გადაწყვეტილება ყოველგვარი აჩქარების გარეშე და მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ 2 დღით ადრე ამ განცხადებამდე მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ მოსამართლემ ამ საქმეზე რაც შეიძლება სწრაფი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. გახმაურებული სასამართლო საქმეები და მედია გარემო საქართველოში. ეს არის ის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, როგორც აღნიშნავენ, შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. მადლობ, მიშა ფეიქრიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გიორგი ავსაჯანიშვილი, გოგა ბუთლიაშვილი, რობერტ ბალოიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელახსრულებისა და სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები, რომლების მიმართაც ყოფილი პატიმრები ბრალდებებს გამოთქვამენ. დღეს ჩვენ რამდენიმე გახმაურებულ საქმეში დასახელებული პირები დავინტერესდით, რომელთა მიმართაც არსებობს ჩვენებები და აღიარებებიც, თუმცა მათთვის ოფიციალურად ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ. დეტალები ნახეთ გენო სიღმაშვილის რეპორტაჟში.
მოგახსენებთ, რომ პატიმართა შეურაცხყოფის მიზანი იყო მათი დაშინება, კერძოდ, როდესაც ხდებოდა ახალი შემოსული პატიმრების გადანაწილება საკნებში, მე ვხვდებოდი მათ და ვახდენდი გასაუბრებას, კერძოდ ვთავაზობდი თანამშრომლობას. იმ შემთხვევაში თუ უარს მივიღებდი, ვახდენდი მათზე როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ზეწოლას. მე მათ ვცემდი ძირითადად ხელით სახის მიდამოში. უმეტეს შემთხვევაში, ვისაც ვცემდი, ის პატიმრები მაინც არ მთანხმდებოდნენ თანამშრომლობაზე. როგორც მოგახსენეთ, სასჯელახსრულების მერვე დაწესებულებაში პატიმრების ცემა და მათზე ზეწოლა იყო დადგენილი წესი. ეს აღიარებითი ჩვენება გლდანის მერვე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილ ინსპექტორს გიორგი ავსაჯანიშვილს ეკუთვნის. ავსაჯანიშვილმა მთავარ პროკურატურაში ჩვენება 2013 წლის 28 იანვარს მისცა. მასში ეგრეთ წოდებული კარანტინის დაშლის ეპიზოდზეა საუბარი. რაც შეეხება დაზიანებებს, ძირითადად იყო სხეულზე და სახეზე გამოხატული სიწითლე, სისხლდენა ცხვირიდან, ასევე მინახავს გულწასული პატიმარი, რომელიც ნიშადური სპირტით მომიყვანია გონზე. პატიმრებს, რომლებსაც დახმარებას უწევდი, დაზიანებები მიღებული ჰქონდათ ციხის თანამშრომლების მხრიდან ცემის შედეგად. ეს კი უკვე გლდანის მერვე დაწესებულების მიმღები განყოფილების ყოფილი ექიმის, ელგუჯა ქირიას, ასევე მთავარი პროკურატურისთვის მიცემული ჩვენებაა. 2012 წლის 24 აგვისტოს კარანტინის დაშლაში ავსაჯანიშვილის მონაწილეობას ისიც ადასტურებს. ამასთან განყოფილების ექიმი ცემის შემდეგ პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ავსაჯანიშვილმა პროკურატურასთან თავის ჩვენებაში აღიარა პატიმრების ცემა და ეს ფაქტები სხვისი ჩვენებითაც დასტურდება, გლდანის მერვე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი არათუ მსჯავრდებული, ბრალდებულიც არასდროს ყოფილა. ჩვენი ინფორმაციით ის საქართველოში უკვე აღარ იმყოფება. იყვნენ ძალიან ბევრი ჯალათები და მათ შორის მე მახსენდება გოგა ბუთლიაშვილი. იგივე გოგა ბუთლიაშვილი, რომელზეც წლების განმავლობაში მე ვსაუბრობდი. ჩემს თვალწინ რამდენი პატიმარი უცემია, მათ შორის ინვალიდები, ეწელზე მჯდომი. გოგა ბუთლიაშვილი გლდანის მერვე დაწესებულების კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელია, რომლის წინააღმდეგ არაერთი ყოფილი პატიმარი საუბრობს. მისი გვარი 2012 წლის ციხის მოვლენების დროს გლდანის საპატიმროში შესულ ჟურნალისტებსაც დაუსახელეს. ამის მიუხედავად საპატიმროს სოციალური სამსახურის ყოფილი უფროსი მთავარმა პროკურატურამ მხოლოდ მოწმის სახით დაკითხა და მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. გოგა ბუთლიაშვილი მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებზე კომენტართან დაკავშირებით უარს აცხადებს. თუმცა დღესაც, ისევე როგორც წელიწად ნახევრის წინ პალტრისთვის მიცემულ ინტერვიუში ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. ზოგი არაადეკვატურ ქმედებაშია და ზოგი თით სიჭრის, ზოგი ყურს სიჭრის, ზოგი ხორცს სიჭრის. თავისით იღებდნენ ამ დაზიანებებს ამის მაგიდა? აბა რა თქმა უნდა. და შესაბამისად მოგვიყვანეთ. რატო იღებდნენ ბატონ გოგა თავისით ამ დაზიანებებს? ამაზე გაქვთ სიგურად დაავადებული. თქვენ ამბობთ, რომ საყვარელიძემ ყური თვითონ თავის ხელით მოიჭრა? რა თქმა უნდა, აბა თქვენ გჯერათ რომ მე შევედი კამერაში საყვარელიძესთან და ყური მოვაჭერი? თქვენ ამის გჯერათ? პირდაპირ ასახელებდა მალხაზარ ქანია სახელ და გვარებს იმ პირებისა, რომლებმაც უშუალოდ განახორციელეს მისმა წამება და არადამი მოპყრობა, თუმცა გარდა მეგის ქარდავასი, ფაცაციასი და ყაჭრიშვილისა არავინ პასუხისმგებაში არ მიცემია დღემდე. არის ათეულობით თანამშრომლები. მალხაზარ ქანიას შემთხვევა კიდევ ერთია, რომელშიც ყოფილი პატიმარი და მისი ადვოკატი დამნაშავე პირების დაუსჯელობაზე საუბრობს. ლექსო არქანი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას არაერთი პირი დაუსახელა, რომლებიც ზუგდიდის სამხარეო პოლიციისა და გლდანის მერვე დაწესებულებაში მოქალაქეებს აწამებდნენ და არაადამიანურად եպყრობდნენ. თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ უმრავლესობა დაუსჯელია, ან მხოლოდ სხვა საქმეზეა გასამართლებული. დასახელებულ პირებს შორის არიან ზუგდიდის სამმართველოს ყოფილი უფროსი რუსლან შომახია, ზუგდიდის სამმართველოს ყოფილი გამომძიებელი ლაშა ყოლბაია. გარდა თანამშრომლებისა არის ეს სისაური და ტერაშვილი, უშუალოდ იღებდნენ ეს პირები მალხაზარ ქანიას წამებაში. მათ აღიარეს ეს მალხაზარ ქანიას მიმართებაში, მათი მოქმედება წამების მიმართებაში, მაგრამ დღემდე მათ ბრალდება არ აქვს აყენებული. სამხედრო პოლიციის მეორე რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ბაჩანა ბალოიანი. ჩვენ მასთან სახლში რამდენჯერმე მივედით, თუმცა მისმა ოჯახის წევრებმა გვითხრეს, რომ ის ახლობლის გასვენებაში იმყოფებოდა. ბაჩანა ბალოიანი ეგრეთ წოდებული კასტრების საქმეში ფიგურირებს. ამავე საქმეში მსჯავრდებული ერთ-ერთი პატიმრის კობა თოდუას მეუღლე კი აცხადებს, რომ სასამართლოზე ბალოიანის წინააღმდეგ ჩვენება ამავე საქმესთვის მსჯავრდებულმა 6 პირმა მისცა. წამებაში მონაწილეობა კი საკუთარი აღიარებითი ჩვენებით ბალოიანმაც დაამტკიცა, თუმცა ბაჩანა ბალოიანი მხოლოდ მოწმის სტატუსით დაიკითხა. სასამართლო დარბაზშიც ეს გამოძიების პერიოდშიც დაამტკიცდა და მერე სასამართლო განაჩენშიც შევიდა, რომ ბალოიანი ამ ადამიანებს დარაჯობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ბალოიანი დღემდე არის თავისუფალი, ხოლო იგივე ამ დარაჯობისთვის 5 პირს აქვს მისჯილი 5 და 6 წელი.
ოფიციალური ინფორმაციით გლდანის მერვე დაწესებულებაში ეგრეთ წოდებული каранტინის დაშლასა და სამეგრელოს სამალავებში წამებაში მონაწილე პირები მსჯავრდებულები არიან. მათი რაოდენობა 2 ათეულს აღწევს. თუმცა წამების მსხვერპლთა ნაწილი აცხადებს, რომ დამნაშავე პირთა ნაწილმა გამოძიებასა და სასამართლოს უვნებლად აარიდა თავი. პოლიტიკური ინტერესის გავრცელებაში დადანაშაულებული დიპლომატიური კორპუსი და წერილები, რომლებიც დიპლომატთა კლუბის მტკიცებით საერთაშორისო პარტნიორებთან იგზავნება, ყოფილი დიპლომატები და ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას დიპლომატიური კორპუსის პოლიტიზირებაში ადანაშაულებენ. მტკიცებულება კი იმ წერილებს მტკიცებულებად აქვეყნებენ, რომლებიც ბოლო 1 კვირის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანაში გაიგზავნენ და სადაც რამდენიმე დეპუტატისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებებია ასახული. დეტალები ნახეთ თამარ ციკლაურის რეპორტაჟში. ეს არის იმ ოფიციალური წერილების ასლები, რომლებიც დიპლომატთა კლუბის წევრების მტკიცებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით საერთაშორისო პარტნიორებთან ბოლო 1 კვირის განმავლობაში გაიგზავნა. ყოფილი დიპლომატები ხელისუფლებას ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის პოლიტიზირებაში ადანაშაულებენ. მაგალითად კი სწორედ ეს 3 წერილი მოჰყავთ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სტრასბურგში გაიგზავნა. წერილების მთავარი თემები კი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრისა და რამდენიმე პარლამენტარის პოზიციაა ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებებსა და ციხეებში წამების კადრების გავრცელების შესახებ. დიპლომატთა კლუბის წევრები ამტკიცებენ, რომ საელჩოები პარტნიორ ქვეყნებში საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით პარტიულ განცხადებებს ავრცელებენ. გვინდა მიმართოთ ჩვენს ხელისუფლებას, რათა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ არ მოხდეს ქართული დიპლომატიური კორპუსის პოლიტიზირება. რამოდენიმე ჩვენმა კოლეგამ, პირადად მეც მივიღეთ კონკრეტული შეტყობინებები ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან და არა მარტო ევროპელი პარტნიორებისგან, სადაც საუბარია კონკრეტულ არასწორ, არაკორექტულ მიდგომაზე. ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს, საუბარია კონკრეტული მმართველი ძალის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე. დიპლომატთა კლუბის წევრების განცხადების პარალელურად წერილები გაასაჯაროვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კანდელაკმაც. მისი თქმით, დოკუმენტები, რომლებსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით ქართული საელჩოები სხვადასხვა ქვეყნებში ავრცელებენ, ყალბია. კანდელაკს ამის მაგალითად შეერთებულ შტატებში გაგზავნილი 1 წერილი მოჰყავს. მაგალითისთვის გამოდგება პრემიერ-მინისტრის ყალბი განცხადება, რომელიც არსად არ გამოქვეყნებულა საქართველოში მაშინ და აუდიტორიისთვის თქვა, რომ გაამართლა ძალადობა, რასაც მკვეთრი რეაქცია მოყვა საერთაშორისო პრესაშიც, ხოლო მარტო იმეილის საშუალებით დაუგზავნეს სხვადასხვა პარტნიორებს ვაშინგტონსა და ბრიუსელში არარსებული განცხადება, რომლის შინაარსით შეიძლება შევაჯამოთ ასე, რომ შემოევლოს ნაციონალურ მოძრაობას ჩემი თავი. ესე რომ, რაც არის უბრალოდ სისრუე და შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ოპოზიციისგან განსხვავებით, საპარლამენტო უმრავლესობაში ქართველი დიპლომატების მხრიდან პოლიტიკური განცხადებების გავრცელებას კატეგორიულად გამორიცხავენ. უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ქართველი დიპლომატები საერთაშორისო პარტნიორებთან მხოლოდ სახელმწიფო ინტერესის შემცველ ინფორმაციას ავრცელებენ და არა კონკრეტულად ქართული ოცნების ინტერესებსა და განცხადებებს. ყოფილი დიპლომატების განცხადებაში კი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ უფრო მეტი პოლიტიკა დაინახა, ვიდრე დიპლომატია. მათ განცხადებაში დღეს დავინახე უფრო მეტი პოლიტიკა, ვიდრე დიპლომატია. მე ვფიქრობ, რომ მათი განცხადებები იყო აშკარად პოლიტიკური, თუმცა ამის უფლება მათ აქვთ, არავინ არ ზღუდავს, ისინი თავის აზრს გამოხატავენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის მცდარი, არ ეფუძნება არავითარ მტკიცებულებებს. საქართველოს საგარეო სერვისი არის აბსოლუტურად დეპოლიტიზირებული, რაც არ უნდა ზღაპრების შეითხზას, რაც არ უნდა ილუზიების შეუქმნან და ეს ყველაფერი განკუთვნილია, რა თქმა უნდა, დასავლეთისთვის, რომ სრული დემონიზაცია გააკეთონ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენ ყოველ ასეთ ტყუილს ძალიან მწარე სიმართლით უპასუხებთ. დიპლომატთა კლუბისა და ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებასა და ბრალდებებს დღეს მთავარი ადრესატი საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამოხმაურებია. შეუძლია თუ არა აზერბაიჯანს საქართველოს დამატებითი მოცულობის გაზის მიწოდება. საქართველოსთვის ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბაქო საქართველოს მზარდ ენერგო მოთხოვნილებებს ვერ დააკმაყოფილებს. აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოს გაზის მოთხოვნილებებს. ასეთია თავის მხრივ სოკარ ჯორჯიას დირექტორის მიერ აზერბაიჯანული მედიისთვის გაკეთებული კომენტარი. კალაძე მილერის მილანური შეხვედრა და გაზპრომისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები. ნახეთ ქეთი ჩოხელის რეპორტაჟი.
აზერბაიჯანი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს მოსახლეობის გაზით მომარაგებას, თუმცა წლებია ქვეყანა კომერციული მიზნებისთვის დამატებითი მოცულობის ბუნებრივ აირს ყიდულობს. ასე ხსნის ენერგეტიკის მინისტრი გაზპრომთან მოლაპარაკებებს. ეს არის სოციალური გაზი, რომელზეც ჩვენ პრობლემა არ გვაქვს და ამას ვიღებთ აზერბაიჯანიდან, რაც შეეხება კომერციულ გაზს. გარდა იმ მოცულობებისა, რომელიც შემოდის აზერბაიჯანიდან, ჩვენ გასული წლების განმავლობაშიც დამატებით შემოქონდა მოცულობები გარდა იმ ტრანზიტის საფასურისა, რასაც ვიღებთ რუსეთიდან. აზერბაიჯანულ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში სოკარ ჯორჯიას დირექტორი მაჰირ მამედოვი აცხადებს, რომ აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოს გაზის მოთხოვნილებებს. თუმცა აზერბაიჯანი, რომელიც 2014 წლამდე რუსეთში გაზის ექსპორტიორი იყო, უკვე 2 თვეა თავად ყიდულობს გაზპრომისგან გაზს. ამ ინფორმაციას 2030-თან სატელეფონო საუბარში რუსული ენერგოკომპანიის წარმომადგენელიც ადასტურებს. 2015 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული 5 წლიანი ხელშეკრულების თანახმად, აზერბაიჯანი გაზპრომისგან წელიწადში 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეიძენს. აზერბაიჯანში გაზის წარმოება იზრდება, მაგრამ დღეს ეს ჯერ არ არის დამდგარი მდგომარეობა, მოცემულობა. აზერბაიჯანში მეთანოლის ქარხანა თვითონ გაზპრომისგან ხანგრძლივი კონტრაქტით ყიდულობს გაზს. მე ვარაუდობ, რომ შესაძლებელი არის ერთი აზერბაიჯანს კომერციული ბაზრის მოწოდებისთვის სათანადო რაოდენობა არ კონდეს, მე ამას მხოლოდ ვარაუდობ და მეორეც ბუნებრივია საქართველოს ინტერესი და კონკრეტულად ენერგეტიკული სამინისტროს როგორც პოლიტიკის გამსაცვლელი ორგანოს ინტერესი მოახდინოს საქართველოს გაზის ბაზრის დივერსიფიცირება. ენერგოდივერსიფიცირების მნიშვნელობას აღიარებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. თუმცა მიიჩნევს, რომ ენერგორესურსების მომწოდებლის დივერსიფიკაცია ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის შესაბამისი უნდა იყოს. ჩვენ ვფიქრობთ მომავალ დივერსიფიკაციაზე. ეს მომავალი დივერსიფიკაციაც ჩემი აზრით თანხვედრი უნდა იყოს იმ გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული კურსისა, რომელსაც ქვეყანა ავითარებს. ამ თვალსაზრისით მე ძალიან ინტენსიურად ურთიერთობ ჩვენ თურქმენ პარტნიორებთან, რომლებიც და არა მარტო მათთან. ქართული მხარე გაზპრომს საქართველოს გავლით სომხეთში გაზის ტრანზიტის საკითხზე ესაუბრა. უახლოეს მომავალში საქართველოს გავლით რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. რუსეთი ირანში გაზისა და ნავთობის ეგრეთ წოდებულ სვოპურ, ანუ გაცვლით მიწოდებას გეგმავს. სომხური მედიის ცნობით, ენერგორესურსების ტრანზიტი საქართველოსა და სომხეთის გავლით განიხილება. გაზპრომი განიხილავს ირანის ჩრდილოეთ ნაწილში გაზის სვოპური მიწოდების საკითხსაც. ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ გაზი ან ნავთობი ირანის ჩრდილოეთ, სანაცვლოდ კი მივიღოთ გაზი ირანის სამხრეთში. სვოპური მიწოდება ტრანსპორტირების ხარჯებს შეამცირებს. ირანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხს განიხილავს საქართველოც. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თეირანში ნოემბერში გეგმავს ვიზიტს. ახლა კი რეკლამის შემდეგ სკანდალური აუდიო ჩანაწერები და მედიის თავისუფლება საქართველოში. სტუმრებთან ერთად დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ასე რომ დაგველოდეთ.